მერე უნდა გადავუხვიოთ სხვაგან. ეს ცოტა გზა, ანუ პატარა მონაკვეთი, სადაც გუშინ გავიარეთ ის არის. ნახოთ აბა. ნახეთ. რამას კოტეჯებს აკეთებს ხალხი. ეს სულ ახალია, ჯერ საერთოდ არ არის ნაცხოვრები. დავადექით უკვე იმ გზას. აბა ნახოთ, სად მიგვიყვანს. ვინც მემთივრია მეგობრებო, აი ყველას კარტოფილი აქვს დარგული. ყველას. მეგობრებო, სანამ ჩვენ ტყის გზას ვადგივართ, გზად ვნახეთ, ჯერ არაა ტყის გზა. ნახეთ ჯამე. აი ნახეთ როგორი კარგად გაკეთებული აქვს. ძირითადად მუსლიმანები არიან და ჯამეც ქონიათ აქ. ნახეთ როგორი კარგად გაკეთებული ჯამე. დიდ შემოგვხვდა გზაზე. ეს არის იქით ჯერ კიდე სახლებია, იაილებია. ანუ იქ ძირითადად შახერის და ხულოს ისინი არიან მემთივრეები. და იქ დასაკავშირებელი ხიდი ყოფილა. აქედან რა ლამაზად ჩანს, ნახეთ. იქ ჩვენ სადაც ვიყავით, მიახლოებით ის ადგილია. აი დავადექით სადღაც გზას, ჯერ კიდევ სახლებია, იქით კი მოჩანს ნაძვრები, მაგრამ არ ვიცით რა ხელა ტყეა, სადღაც კი მივდივართ მე მგონი იქ. სადღაც ნაძვნარს კი მივახლოვდით და ჩვენ წამოვედით უფრო რთული გზიდან სავარაუდოდ და აქედანაც მოდის გზა, მაგრამ ჩვენ რომ არ ვიცით ჩვენი მიმართულების დავდივართ და მე ასე გადავალთ ალბათ. აი, მივდივართ. აქაც სულ ისინია. კოტეჯები ჩადგმული. ნაძვნარია სულ, მაგრამ რა ვიცი, აბა იქით კია ძალიან მაგრად ჩანს იქ ტყე. ხო და იქ გვინდა ჩვენი იქ. ჩვენ კოტეჯებთან არ გვინდა. უკვე იწყება სავარაუდოდ ეს გზა. აქ სულ არიან, ნახეთ, დასახლება. მაგრამ აი ნახეთ. აი, ტყეში გვინდა შესვლა შიგნით. აქ ეს სახლები არ ჩანს ჩვენიდან. აქ თუ კოტეჯები იყო და აქ თუ კიდე ვინმე ცხოვრობდა, არ ვიცოდით. ცხოვრობდა რა, სეზონურად ვამბობ. ხო, ერთი კითხვა იყო. აქ ცხოვრობს ხალხი თუ სეზონურად ისვენებს და სეზონურად ისვენებს მეგობრებო, თორემ აქ ვერ იცხოვრებ, ვერაფრით ვერ იცხოვრებ. აქ ზამთარში არის რა ვიცი 5-6 მეტრო თოვლია, ყინვასა შინელი. ზამთარში საბაგიროზე დადიან. გომარდულის საბაგირო რომ არის. თორემ აქ ცხოვრებით ვერ იცხოვრებს. აქ ზაფხული არის მისწრები. ხალხი როგორ აი აქ უკვე ჩვენ გზა არ ვიცით და მიგვასწავლეს რომ აქედან იქედან უნდა გახვიდეთო, მაგრამ რომ უყურებ აქ არის სულ ჭინჭარი და სულ ბოლოს ახლა ო ისე გაი მოგედა სულ ნახეთ აქ როგორი ხერია მეგობრებო. მადლობა. მადლობა თქვენ ჩამოხმელით. მინახეთ რა ხდება აქ. გაიხარეთ. აი, მადლობა აქეთ გადაგვიხადა ბიჭმა, რომ ჩამოხვედითო და ნახეთო ჩვენი ადგილიო. აი როგორი თავაზიანი ხალხი ცხოვრობს აქ. ცხოვრობს დროებითად. კიდე ისე არ გამიგოთ რომ აქ ვინმე ცხოვრობს სულ. აი ნახეთ, მეგობრებო, სად დავდივართ? ჭინჭარი, ტყე, იქით, აქეთ მიუსავალი გზები. საქონლის ნავალი არა, ადამიანების გაყვანილი გზაც არის, მაგრამ ნახეთ სად დავდივართ. მაგრამ ჩვენ ეს მოგწონს, გვიყვარს. ჩვენ ასეთ ადგილებში სიარული უფრო მეტად მოგწონს, ვიდრე არა, ქალაქიც გვიყვარს მეგობრებო. ჰა? მალინა? აქ მალინას რა უნდა? მალინაა. მართლა თუ. მიგავ მიიგეთ გაულისგან.
აქ მალინას რა უნდა? მალინა. აი, მეგობრებო, პატარა დინარე, ნაკადული, ორაკრაკებს. არ ვიცით. ეხლა, აი როგორ გზებზე დავდივართ, ნახე. ვაი. მარა კაია, მეგობრებო, რაც კაია. ეხლა აქ მინდა მაინც გადავიღო დიდი ვიდეო გამოვა თუ პატარა ვიდეო გამოვა. მინდა რომ ეს ყველაფერი თქვენ გაჩვენოთ. აი, როგორ დავდივარ? აი, ჩავარდი საწყი. ჩავარდი. მარა იცით რა კარგია? ეს ნაკადულის ხმა ხომ ჩემთვის არის საოცრება. ხომ აგიხსნა იმ ბიჭმა? იმ ბიჭმა ხომ აგიხსნა გზა? ჰა? გზა ხომ აგიხსნა? ასე მდინარეს აყევითო? აი ამ დინარეს უნდა ავყვეცა. აზრი არ ვარ სადავალ. იქიდია ერთი სახლი და ალბათ იქიდან მიგასწავლიან და გადავალ. ვაიმე დედა როგორ? ვაიმე. მეგობრებო, რა გზებზე გავდივარ რომ იცოდეთ. ასე უნდა ავიდე მეგობრებო სულ აღმა. ეხლა ცოტა გავთიშა და მე დაგათვალიერებიეთ, იმიტომ რომ დამიცურდება ამ ქვებზე სალია, კლდები, ისა ქვები, წყლიანი და მეშინი არ ჩავარდა. ეს ნაკადული ამოვედით იქედან. ეხლა ასე უნდა ავიდეთ აღმა. ძლივს ამოვედი. წყალი არ არის დიდი. მეგობრებო, მაგრამ სოგონისია რომ რა ვიცი ერთ ადგილას ფეხი დამიცურდა. არ არის ეს პრობლემა, პირიქით მიხარია, მიყვარს ასეთი ადგილები. აბა ასფალტზე და მინდორში ყველა გაივლის. აქ უნდა იარო. ეს უნდა ნახო. აქედან შეხედეთ როგორი ხედია. აი იმ ტყეში უნდა ავიდეთ ჩვენ მე მგონი. ან აქით. კი აქით. მეგობრებო, მივდივარ ხანზევით, ხანქვევით და მე მგონი არ დავიკარგებით, რა თქმა უნდა. რაღაც გზას კი დავადგებით, მაგრამ კი მივალთ იქამდე. ეხლა აქ სადაც დავდივარ და სადაც აქ კოტეჯი არ არის, რა ვიცი, სახლებია, იაილები ჩადგმული. ეს არ იქედან საერთოდ არ ჩანს. საერთოდ. აი რაღაც გზაზე ამოვედით. იმ ბიჭის თქმით ამოვყევით ამ გზას და ეხლა გადავალთ იქ. აქ ჯერ გზაა ჩვეულებრივი. აი მოვედით. დასაწყისია ეს უკვე ტყის. მოვედით აქ და ყველაფერი წამოვიღე მეგობრებო და კოფეც მინდოდა იქ დამელევია, დღეს არც მაქვს დალეული. ხო და დაგვრჩა მანქანაში და ავიწყდა ამერას. რაღაცები კი მაქვს წამოღებული, მაგრამ კოფე დაგვრჩა. კოფე კი არ დამჩა, მადუღარა დამჩა და წყალი. წყალს აქაც ავავსებ, მდინარის წყალი სუფთა. მადუღარა დაგვრჩა. არა უშავს, რა ვქნათ, კოფის გარეშე ვიქნებით. და რაც გვაქვს იმას შევჭამთ. აი, ასე გადავალთ ეხლა ტყეში. აი მეგობრებო, როგორი ფიჭვი არა, რაღაც ნაძვის ჯიშია. ეს ფიჭვია, ფიჭვს არ გავს? სხვანაირი ის აქვს ფიჭვს. აი ნახეთ. აჰა, ნაცნარი.
აი ნახეთ, სად ვართ ახლა. რა ლამაზია, იცით? შეიძლება აქ ვერ აღიქვათ. ვიდეოში ისე რა სილამაზეც აქ არის. მე მიყვარს ძალიან. ой. აი ნახეთ. თვალუწვდენელი. ვიცით მოწყვეტია ყოფილა. მარწყვი ყოფილა? აგერც მარწყვია. მაგრამ მოწყვეტილებია უკვე. ეს მარწყვი. აი შევედით შიგნით ღმათ უკვე ტყეში. რომ გითხრათ ეხლა რომ ძალიან დიდი ტყეა, უზარმაზარი არა. მაგრამ საკმარისათა ჩვენთვის. ხო, ეხლა კევიც გვინდა. კევი. ნაძვის კევი, ნაძვის კევა. ზუაჩკა არა ესა, კევა. გვინდა ეხლა თუ წაბომიღო ეს ნად მოუგულები და ისე დავგავდი. სად არ გავდი? იმისა. იმ სახელს. ამადა ნად. თოგვი კი არა. თოხი კი არა. ყავის მადუღარა წამოგეღო რომ ყავის გარეშე დავუჩი დღეს. მე შეიძლება? ნაძვი მოუხევია ვიღაცასო და შეიძლება მეთქი? აი ნახეთ მეგობრებო, აი ნახეთ. ასეთ ადგილას ჩემ ბავშვობაში, თაში რომ დავდიოდი, ასეთ ადგილას ვარ გაზრდილი და ჩემს ბავშვობას მაგონებს ეს. და ამიტომ ძალიან ჩემთვის დადებითად აღიქმება ასეთი ადგილები. ალბათ ამიტომ მიყვარს, არ ვიცი. როგორი ნაძვებია მეგობრებო, იცი? არა აქ ფისი, კევი, კევა. ნახოთ, თუ სადმე ვნახე. აუცილებლად გაჩვენებთ. ნახეთ როგორი ახალი ნაძვებია გაზრდილი და რა სილამაზეებია. აი. ამას შეხედეთ. აი სადამდეც არ მოგბეზდება, უნდა ვიაროთ. მეგობრებო, ტყიდან დანახული ბეშუმიც გაჩვენოთ. აი მე ახლა ახლოს მოვიტანე კადრი. საკმაოდ შორსაა. ნაკადულის ხმა გესმით? ჩიტების ხმა გესმით? მუსიკის ხმაც გამოდის იქედან. აი. ხეები მოჭრილია, ნახეთ. რა ვიცი, აქ თუ არ აქვს უფლება ეს თვითონ იციან, მე არ ვიცი. და ეს ჩემი საქმე არ არის. აი, მარწყვები. ის მარწყვი, ნახეთ. აი ნახეთ. ზემბიანიკა. დავკრიფოთ და შევჭამო ახლა. ნახეთ? პეტერი. ძალიან პატარებია, მაგრამ გემრიელია. სოკო მინდა რომ ნახო იყოს სადმე, მაგრამ არ არის. ჭამე, შენ ჭამე, მე არ მინდა. შევჭამე. ჭამე შენ, მე არ მინდა. არ მინდა. ასე მივყვებით მეგობრებო ბილიქს, რა ვიცი, აი, ნახეთ? ნამალი აღარ არის აქ უკვე. ანუ გავლილი ადამიანების აღარ არის. მივყვებით ბილიქს, რა ვიცი. არ დავიკარგებით, ამ გზას გამოვყვებით უკან. სულ ნაძვნარია. მინდოდა სადმე იქნება სოკოც იყოს მეთქი, მაგრამ აი როგორც თქვეს რომ დილას უნდა გახვიდე, მე ვეღარ ნახაო. არ ვიცი, აქ სოკოს მონაკრებსაც ვერ ვხედავ. სავარაუდოდ ამ ტყეში არ არის სოკო. მაგრამ აი აქ უკვე სულ ბარდია და სულ ეყალია.
და ვერც კევა ვერ მოუყევე ვერსად. აი, ნახეთ, არის, მაგრამ როგორია, ეს არის ძველი ძალიან და თუ სადმე იყო უკვე მოკრეფილი. ხალხი ეტყობა მაინც დადის. ესეც კევია, მაგრამ არა, ეს უფრო ფისია. არა, რადგან გამოვედით, მინდოდა რომ ყოფილიყო და მომეკევა, თორემ ეხა საერთოდ არ მაქვს მაგის ისა, რომ არ არის და უიმეთქი. ჩვენ გვინდოდა ტყეში სიარული. აი ნახეთ. აი უკვე ღმად ვართ შესული ტყეში. აქ აღარაფერი აღარ ჩანს. აღარც სახლები, აღარც არაფერი. დროჟბის ხმა გესმით? რაღაცა არის ტყეში. მივაგენი მეგობრებო. აი, ფიჭზე კევს რაფენა. ფიჭი არა ანაძვია. აი ამას ვეძებდი. აჰა. ნახეთ ხომ ნახე. ხოდა. ნახე აგერ. გეტყვი. აჰა. კევია მე კევს ვცნობ როგორ იცი? მაგრამ დანა რომ წამოგეღო, ძირიანად მოიღებდი. იქეთაც კევია. მეორეც. ნახე მოუკევა. იგი. удачи. ასეთებს თუ ვნახო, დავკრებ ყველგან. დავჯეთით ცოტა აქ. შევისვენოთ. რაღაც პატარა ტკბილეული მაქვს წამოღებული და ეს უმზირა. აი, კოფეც მაქვს წამოღებული და კიდევ აფლი მაქვს წამოღებული, რა ვიცი ყველაფერი, მაგრამ კოფე რომ დაგვავიწყდა და კოფე კი არა და მადუღარა რომ დაგვავიწყდა. ეხლა ვევჭამთ ამას. ვიარეთ მეგობრებო, მაგრამ არსად არ არის სოკო ევაც არის როგორ გითხრათ 100 ნატრში ერთხელ სადმე შეგხდეს. აი ეს ავიღე და всё, ამის მეტი ვერ ვნახე. და მე ვღეჭავ კიდე ცოტას. ხო, გზად ხლა ავედე იმას რა ქვია. მოდი გაჩვენოთ. ვინ იცნობს ამას არ ვიცი. ამას ქვია ხოზიკა. აი სულ ეკვრება ეს ტანსაცმეზე, არ აფუჭებს. უბრალოდ ეხლა უნდა დაჭდე და ააცალო. ტანსაცმეს არ აფუჭებს. დრო უნდა რომ გააცალო. დავისვენებთ აქ. აი, მოусმინეთ. გესმით ჩიტების ხმა? მაინც კარგია. აქ. გავჩერდებით 1 საათს ალბათ და მე ისე წავალთ სახლში. აი. ზოგჯერ ახლოს მოდია. კარგია. მეგობრებო, შუაგულ ტყეში ვარ საცხ. ვიღაცები ზევით არიან ეტყობა. დროჟბა მუშაობს. რაღაცა სოკო ვნახეთ 1, 2, 3 ცალი, მაგრამ სოკოს ნდობა არ შეიძლება. თუ არ იცნობ, საშიშია. მაგრამ რომ გითხრათ, რომ არის სოკოები და ბევრი მეთქი არა. ნახეთ სადაა. აი ტყეში. შუაგულ ტყეში. იმედია მივაღწევთ სახლამდე. არ დავიკარგებით. აი, კევები ვნახეთ. აი როგორია ახალი. ეხლა ვართ გაუვლელ ადგილას. მაგრამ ვეღარ გახვალ. ნახეთ, სულ ჭინჭარი და დაბურულია. იქ ვეღარ გახვალ, შანსი არა. მოუტრიალდებით. ბრუნდებით უკან მეგობრებო. საკმარისია. იმდენი ვიარეთ. დასვენებაც მოვასწრეთ ის რა.
დასვენებაც მოვასწარეთ. საკმარისია. ეხლა წავალთ სახლში. გამოვედით წრიდან და აი დასახლებებს ხედავთ შორს. სადღაც იქ უნდა გავიდეთ ჩვენ ეხლა. მანქანამდე შეგზარდებულია და მე მაგარით. საკმაოდ ბევრი ვიყავ. ეხლა მივალ სახლში მეგობრებო და დავისვენებთ მაგრად. მართლა დავიღალეთ. დღეს მე მგონი არ ვიცი აბა ნახოთ საღამოს სადმე შეიძლება ისე გავიდეთ და გავისერეთ. შეიძლება აღარც გავიდეთ. დილას წავედით. მე ვიდეო რომ ჩავაგდე დილის. მე გზაში ვიყავი უკვე. ხო და ეხლა საათი არ მინახია რომელია. დავისვენებთ მაგრად, ვისადილებთ. მე ვნახოთ. დროებით.